საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე. როგორც გითხრეს, აქ შეუძლიათ გავლა მომავალ სტუდენტებს როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პროგრამებზე, რომლებიც არის ინტეგრირებული სახით წარმოდგენილი და მათ შეუძლიათ აითვისონ მრავალი საინტერესო პროფესია, სპეციალობა, როგორიცაა უსაფრთხოების, საინჟინრო პროფესიები, როგორც საავიაციო, ასევე ჩვეულებრივად მექანიკურ დარგში აგრეთვე სხვა ახალი დარგებით შეიძლება იყოს წარმოდგენილი, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებზე იქნება მთლიანად დაფუძნებული და აი ამასთან დაკავშირებით დღეს ჩვენ ყავს არაჩვეულებრივი სტუმრები საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ქალბატონი თამარ რემიშვილი და ასევე აკადემიის მესამე კურსელი იუნკერები ლიზი ბოჭორიძე და ნიკოლოზ მებაღიშვილი. და სანამ დავიწყებდეთ, მე მინდა ჩემი აღფრთოვანება გამოვთქვა აი ამ სილამაზის გამო, რაც ჩვენ აი ამ სასტუმრო არეში სუფევს, იმიტომ რომ დამიჯერეთ, არაფერი ისე არ უხდება. როგორც ვაჟკაც, ასევე მით უმეტეს ქალბატონს, როცა მას აცვია სამშობლოს დამცველის ფორმა. მოგესალმებით. დილამშვიდობისა და დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ხართ დილიდან და ქალბატონ თამარ, პირველ რიგში ალბათ ყველას გვაინტერესებს, თუ რა საბაკალავრო პროგრამებს თავაზობთ წელს სტუდენტებს, აბიტურიენტებს. მადლობა კითხვისთვის, მოგესალმებით და მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ეროვნული თავდაცვის აკადემია აბიტურიენტებს თავაზობს სხვადასხვა საბაკალავრო პროგრამას. ეს არის თავდაცვა და უსაფრთხოება, თავდაცვის მენეჯმენტი, საავიაციო ინჟინერია, მექანიკის ინჟინერია და როგორც თქვენ ბრძანეთ, ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ახალი პროგრამა, კიბერსივრცის ოპერაციები და საინფორმაციო უსაფრთხოება, რომელიც მართლაც მოთხოვნადი და თანამედროვე პროგრამაა. აი რას ნიშნავს ინტეგრირებული პროგრამა და რითი განსხვავდება ეს ჩვეულებრივი სამოქალაქო უნივერსიტეტის პროგრამებისაგან? ეროვნული თავდაცვის აკადემია თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ახორციელებს უნიკალურ პროგრამებს საქართველოში. ზუსტად აი ეს უნიკალობა გამოიხატება იმ თემით, რაც თქვენ ბრძანეთ, ინტეგრირებით. ეს ნიშნავს იმას, რომ აბიტურიენტი იმ წუთიდან, როგორც კი გახდება სტუდენტი და სტუდენტის სტატუსს მიიღებს, ანუ გახდება იუნკერი, იმ წუთიდან სწავლობს სამხედრო საქმეს პარალელურ პროგრამასთან ერთად, ანუ სამოქალაქო განათლებასთან ერთად პარალელურად იღებს სამხედრო განათლებას, რაც გულისხმობს, რომ პირველივე დღიდან იგი გადის 5-კვირიან საწყის საბრძოლო მომზადების კურსს. აი ამ კურსის დასრულების შემდეგ იგი უკვე პარალელურად სწავლობს ყველა იმ სამხედრო საქმესთან დაკავშირებულ ნიუანსს და თემას და ასე ვთქვათ, ყველა იმ განათლებას, რომელიც ოფიცრისთვის იქნება მნიშვნელოვანი და 4 წლის შემდეგ, როდესაც იგი აიღებს ბაკალავრის დიპლომს, პარალელურად გახდება ლეიტენანტი და აიღებს ასევე იმ დიპლომს, რომელიც დაადასტურებს, რომ იგი არის უკვე ოფიცერი ლეიტენანტი. ანუ ყველაფერს ასწავლით, პლუს კიდე სამხედრო საქმე. ანუ ჩვენ ვასწავლით ყველაფერს, რაც თქვენ ბრძანეთ, სამოქალაქო მნიშვნელოვანი, რაც არის სამოქალაქო თითოეული პროგრამისთვის, მაგალითად, ამას როდესაც მე ვამბობ, რომ მნიშვნელოვანი, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა საბაკალავრო პროგრამა, რომელიც ჩვენ აბიტურიენტებს თავაზობთ, არის აკრედიტირებული. აკრედიტირებული კი ნიშნავს, რომ იგი აკმაყოფილებს ყველა იმ ეროვნულ და საერთაშორისო მოთხოვნებს, რომელიც დღეს არსებობს, რა თქმა უნდა, განათლების სივრცეში. ყველა ეს პროგრამა პასუხობს აკრედიტაციის სტანდარტის მოთხოვნას, ავტორიზაციის სტანდარტის მოთხოვნას და იმ მოთხოვნას, რომელსაც ასე ვთქვათ, სჭირდება და ოფიცრის სტანდარტის დასაკმაყოფილებლად. იუნკერებთან გადავინაცვლებთ თქვენის ნებართვით. მე მაინტერესებს, მეგობრებო, აი როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა თავდაცვის აკადემიასთან? რატომ გადაწყვიტეთ, რომ მომხდარიყავით აი ამ აკადემიაში? აი თქვენგან დავიწყოთ. მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. ბავშვობიდან დიდი სიყვარული გამაჩნდა ჩემი ქვეყნის მიმართ და ეს იყო ალბათ ის მიზეზი, რამაც გადამაწყვეტინა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩავარებაც. ეროვნული თავდაცვის აკადემია მომცა იმის საშუალება, რომ გავემოვნო როგორც საბაკალავრო, ასევე სამხედრო მიმართულებითაც და 4 წლის შემდეგ, როდესაც დავასრულებ აკადემიას, გავხდე ოფიცერი. თქვენი ისტორია როგორია? მოგესალმებით, ჩემს შემთხვევაშიც ეს ყველაფერი ბავშვობას უკავშირდება. ბავშვობიდანვე მქონდა ინტერესი და სურვილი, რომ
წავსულიყავი ჯარში და მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, ხოლო რაც შეეხება ეროვნულ თავდაცვის აკადემიას, ეროვნული თავდაცვის აკადემია გვთავაზობს ისეთ შესაძლებლობებს, რომელიც სხვაგან არ შეგვიძლია მივიღოთ. ეს განათლება, რომელიც ხაზზე გავუსვით, ასევე აკადემიაში მოქმედებს სამაგისტრო პროგრამებიც, რომელიც საბაკალავრო პროგრამების დასრულების შემდეგ შეგვიძლია შევისწავლოთ, ხოლო აკადემიის დასრულების შემდეგ თითოეული ჩვენგანი მიიღებს ოფიცრის წოდებას. რაც ჩვენი კარიერული განვითარებისთვის კარგი არის. დიდი მადლობა. ქალბატონ თამარ, როგორ უნდა გაიარონ აბიტურიენტებმა რეგისტრაცია და კონკრეტულად რას უნდა მიაქციონ ყურადღება მომავალმა ოფიცრებმა? მოგახსენებთ პირს, ანუ აბიტურიენტს, რომელსაც სურვილი აქვს, რომ ისწავლოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, პირველ რიგში უნდა გაიაროს რეგისტრაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის, ასე ვთქვათ, ვებგვერდზე, რომელიც საჯაროა და რა თქმა უნდა მარტივად არის ეს შესაძლებელი. იმის მიხედვით იგი ძლიერი არის უფრო ჰუმანიტარულ საგნებში თუ უფრო მათემატიკურ საგნებში, როგორც აღნიშნეთ, ახლა ინჟინერიის მიმართულებით აუცილებლად უნდა ძლიერი იყოს მათემატიკაში ან ფიზიკაში, ხოლო თავდაცვის მენეჯმენტის და თავდაცვა და უსაფრთხოების მიმართულებით მას ჭირდება გარდა რა თქმა უნდა ქართული და უცხო ენისა ჩააბაროს ისტორია ან სამოქალაქო განათლება ან გეოგრაფია, ანუ მრავალფეროვანია პრინციპში არჩევანი იმის მიხედვით, რაც აბიტურიენტს უნდა. იმას შემდეგ, რაც იგი რეგისტრაციას გაივლის, უკვე ადგილზე აკადემიაში უნდა მოვიდეს და შემოიტანოს საბუთები, ის ჩამონათვალი, რომელიც მას სჭირდება, რა თქმა უნდა, ასევე საჯაროდ არის განთავსებული აკადემიის ვებგვერდზე. მას შემდეგ, რაც შემოიტანს უკვე საბუთებს, მას მოუწევს გაიაროს შიდა კონკურსები. ეს კონკურსი გულისხმობს, რა თქმა უნდა, ფიზიკურ მომზადებაში ტესტირებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას და უკვე ამ გარკვეული, ასე ვთქვათ, შერჩევების შედეგად იგი მას უკვე ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ, რა თქმა უნდა, მას უკვე აქვს საშუალება და უფლება, რომ გახდეს აკადემიის იუნკერი. ისევ თქვენთან გადმოვდივარ, კითხეთ ლიზი და ნიკოლოზ. აბა როგორ გაიხსენებდით იმ 3 წლის წინანდელ პერიოდს, როდესაც თქვენ აბარებდით? რა იყო მაშინ საინტერესო? ალბათ სანერვიულოც ბევრი იყო, არა? და ძალიან ღელავდით კიდევაც. დიახ, რა თქმა უნდა, თან ახდა ნერვიულობაც, მაგრამ იყო უფრო მოლოდინი. აკადემია ჩემთვის საოცნებო ადგილი იყო, ესე რომ ვთქვათ, და ძალიან დიდი სურვილი მქონდა იმის, რომ მომხვედრილიყავი იქ. თავდაპირველად გავიარეთ ფიზიკური შესარჩევი ტური. ჩემთვის ყველაზე მეტად სანერვიულო სწორედ ეს ეტაპი იყო და ესე რომ ვთქვათ, ფიზიკური ტურის გავლა, რა? დიახ. ამის შემდეგ იყო ფსიქოლოგიური, სამედიცინო შემოწმებები და დღეს ვარ იუნკერი. ძალიან კარგად მახსენდება ეს პერიოდი, იქ გავიცანი ჩემი თანაკურსელებიც, თანამებრძოლები და დღეს ჩვენ ერთ კურსზე ვართ. ნიკოლოზ, როგორია ყოველდღიური ცხოვრება აკადემიაში? აკადემიაში ყოველდღიური ცხოვრება საკმაოდ ატვირთულია. ჩვენი დილა იწყება 6 საათზე ფიზიკური მომზადებით. შემდეგ პირადი საჭიროებიდან გამომდინარე გვეძლება დრო. შემდეგ არის საუზმე, ხოლო 9 საათზე იწყება სელექციო პროცესი, რომელიც გრძელდება 4 საათამდე. ხოლო 4 საათზე იწყება ფიზიკური მომზადება, სპორტული ვარჯიშები, ხოლო 6 საათიდან საღამოს 10 საათამდე გვაქვს თავისუფალი დრო. ეს თავისუფალი დრო შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი სურვილის შესაბამისად. აკადემიაში არსებობს სხვადასხვა გასართობი ან განტვირთვის სივრცეები, სარეკრეაციო სივრცე, სადაც შეგვიძლია ეს მთელი დღის დატვირთვა განვიქარწყლოთ და ახალი ენერგიით შევოდგეთ ახალ დღეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი ყველაზე მეტად ლიზი რა მოგწონთ აკადემიაში? ეს არის აი გარემო, ურთიერთობები, ადამიანები, ინფრასტრუქტურა, აი რას გამოარჩევდით? როგორც თქვენ ახსენეთ, ინფრასტრუქტურა აკადემიაში ძალიან კარგია. როგორც ნიკოლოზმა ახსენა, გვაქვს სარეკრეაციო ზონაც, აგრეთვე გვაქვს საცურაო აუზები, საცურაო სივრცე და სხვადასხვა სპორტული აქტივობისთვის გაკუთვნილი სივრცეები. ყველაზე მეტად საცურაო აუზი ძალიან მიჭირდა თავდაპირველად, თუმცა შევძელი ჩვენი ინსტრუქტორების დახმარებით, რომ დღეს შეგვეძლოს სურვა და მიყვარდეს ასევე. გარდა მაგისა, ჩვენს თავისუფალ დროს სარეკრეაციო ზონაშიც ვატარებთ და ვცდილობთ, რომ მთელი დღის განმავლობაში ესე რომ ვთქვათ, დაღლილობა მოვიხსნათ და გავიჭიროთ ჩვენს თანამებრძოლებთან ერთად.
ყველანაირი პირობა არის შექმნილი ქალბატონო თამარ და ალბათ სწავლება აკადემიაში ერთი დიდი სიამოვნება იქნება, დარწმუნებული ვარ ნებისმიერი სტუდენტისთვის, თუმცა მე მაინტერესებს აი სამომავლო პერსპექტივას რომ შევეხოთ, რა ბენეფიტები მოყვება აკადემიაში სწავლას, აი დასაქმების კუთხით მაინტერესებს. 100% კურსდამთავრებული დასაქმებულია, დასაქმებით რომ დავიწყოთ. ანუ ყველა ის იუნკერი, რომელიც დაამთავრებს განათლებას, მიიღებს ბაკალავრის დიპლომს და ლეიტენანტის წოდებას, ყველა არის დასაქმებული. ისინი გაევლიან სპეციალიზაციის მოკლევადიან კურსს, თავისი არჩეული სპეციალობის მიხედვით უკვე და დასაქმდებიან თავისი ასე ვთქვათ, სპეციალიზაციის მიხედვით ქვედანაყოფებში, მთელი საქართველოს მასშტაბით ბუნებრივია. ამის გარდა, როგორც ნიკოლოზმა ახსენა, აკადემია სთავაზობს საზოგადოებას, საქართველოს მოქალაქეებს და რა თქმა უნდა, ჩვენს კურსდამთავრებულებსაც სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებს, 4 სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა 4-ვე აკრედიტირებულ რეჟიმში ხორციელდება. ეს არის თავდაცვის ანალიზი, უსაფრთხოების კვლევები, საერთაშორისო ურთიერთობები და სამხედრო დიპლომატია და სახელმწიფო რესურსების მართვა და წლიანი პროგრამა არის. ეხლა უკვე რეფორმის ფარგლებში 1+1 ფორმატით განხორციელდება ეს პროგრამები. აქამდე მოგახსენებათ 2 წლიანი იყო სამაგისტრო პროგრამები და ეს პროგრამებიც 2 წლიანი იყო. და ამის გარდა აკადემია კიდევ სთავაზობს საზოგადოებას უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამას. ეს არის პროგრამა, როდესაც უკვე ადამიანს, რომელსაც მიღებული აქვს საბაკალავრო განათლება სხვა უნივერსიტეტში და სურვილი აქვს რომ გახდეს ოფიცერი, მას შეუძლია მოვიდეს, გაიაროს ეს პროგრამა და შეუერთდეს თავდაცვის ძალებს. ძალიან დიდი მადლობა, უკვე 9 საათი სრულდება. ჩვენი დრო შეზღუდულია. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ. მადლობა მოწვევისთვის.